ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა რამდენიმე მიზეზი დაასახელა, რატო უნდა იყოს მაგისი გრენლანდია და მე ხამს ჩამოგითვლი და თქვენი ვარიანტები მითხარით ამ მიზეზების შინაარსის. პირველი მაგათმა 500 წლის წინ რაღაცა ნავი მიცურდა ახლა მაგ კუნძულთან რა მაგათია ამიტომ მე რა ჩვენი ნავი მიცურდა ანუ ნახე ეგ როგორი ის არის იცი ამერიკაში მასე გახდა შენი ნავი მოცურდა და მასე გახდა შენი ინდიელებს დაუბრუნე შენ საერთოდ ამერიკის მფლობელი თან ამოწყვიტე იქაური ინდიელები აი გაწყვიტე რა გენოციდი ჩაუტარე და შენ ეგ არის ეგ ჩავკეცოთ ეგ არგუმენტი იმიტომ რომ ამერიკაც რადგან შენია ისიც მასეა მე თქვა რომ ჩვენი მეორე ხო აი მეორე არგუმენტი ჩვენ თუ არ ავიღებთ გრენლანდიას ან ჩინეთი აიღებს ან რუსეთი ეგ არის ანუ უსაფრთხოების არგუმენტი ხო ეგ არგუმენტი არის აი ეგ უსაფრთხოების არა პროსტა მე თუ არ დავიპყრობ გრენლანდიას რუსეთი ან ჩინეთი დაიპყრობს ჩემი იმიტომ უნდა გახდეს რომ საფრთხეა რომ ხებმა აიღო ხო და დანიამ თვითონ ვერ დაიცავს დანიას ყავს ორი ძაღლების მარხილი ყავს და ვერ დაიცავს ისე ეგ თქვა არა ეგ არა თქვა ეგ თან მართალია იმიტომ რომ ჯარი მართლა მაგდენ არა ეგ არგუმენტი არის მარტო დებილებზე გათვლილი არგუმენტი გეტყვი რატო კაცო ამერიკის ბაზა ეხლაც დგას გრენლანდიაზე დანია ვისიც ნაწილიც არის გრენლანდია არის ნატოს წევრი რამდენ ბაზასაც გინდა იმდეს ჩაგადგმები აი რამდენ რაკეტა აი დავუშვათ აი ბაზები არ ქონდეს დანია რო არის ნატოს წევრი გრენლანდიაზე ან ჩინეთი ან რუსეთი რო შევარდეს ეგ ნიშნავს რომ ნატოს წევრ ქვეყანას ვიღაცა თავს დაესხა და შენ როგორც ნატოს გარანტ შეგიძლია რომ ომი გამოუცხადო ხო და თუ თვლი რომ აი იცი რა მაგისთვის ჭირდება იქ რაღაცა ინფრასტრუქტურა ბაზები რაკეტები რამე მჭირდება ასე მე ვერ რო გამოუცხადო ვერ მოვერევი რამდენიც გინდა იმდეს განგათავსებინებენ ამერიკის ბაზები მეტი იყო ვიდრე ეხლა გრენლანდიაზე თვითონ გაიყვანეს ანუ მეტი სამჯერ მეტი ჯარისკაცი ყავდათ გრენლანდიის ტერიტორიაზე ვიდრე ეხლა თვითონ გაიყვანეს არ იყო საჭირო რამდენსაც გინდა იმის დაგაყენებინა ამიტომ ეგ არის ტყუილი პირდაპირ რომ მაგისთვის ჭირდებათ მაგისთვის არ ჭირდებათ რაში ჭირდებათ ერთი არის ისა რა ქვია ძალიან დიდი რესურსები გრენლანდიის ტერიტორიაზე და მის მომიჯნავე წყლებზე, რომლებიც ტერიტორიული წყლები იქნება, არქტიკაში და ეს ბუნებრივი რესურსებისთვის ჭირდებათ ეგ ერთი ფული, რესურსებისთვის ჭირდებათ. და მეორე ინტერესი არის გრენლანდია მდებარეობს საზღვაო სანაოსნო გზებზე. საზღვაო სანაოსნო გზები არქტიკაში, აგერ შეგიძლიათ აჩვენოთ, თქვათ აი ჩინეთიდან მომავალი სანაოსნო გზები მათ შორის მნიშვნელოვან წილად გადის გრენლანდიის ტერიტორიულ წყლებზე. ეხლა გრენლანდია თუ არის დანიის ევროპული მხარე აკონტროლებს. ევროპული მხარის იურისდიქციაში შედის გარშემო აკვატორია და ევროპულ მხარეს კონკრეტულად ჩინეთთან ვაჭრობის სხვა ინტერესები აქვს. რუსეთთან ვაჭრობისაც რუსეთთან კი პირდაპირ კავშირი აქვს, მაგრამ ჩინეთთან სახმელეთო, მაგრამ და არა მარტო ეს გეოგრაფიული, მაგრამ ჩინეთთან თქვათ ვაჭრობის შემთხვევაში სხვა ინტერესები შეიძლება ქონდეს და აქედან გამომდინარე ამერიკის ინტერესია რომ ამ აკვატორიას და არქტიკის მიმართულებას უშუალოდ თვითონ საკუთარი ეკონომიკურ ზონად ფლობდეს. ეგ მართალია, ნახე, შენ რაც მოყევი ხარ, რესურსები, სავაჭრო გზებს მართალია, მაგრამ ეგ მართალი იყო ძალიან დიდი ხნის მანძილზე სულ და საკვანძო მაგალითად მანდ არის შემდეგი რაღაცა. იყო ისტორიული მომენტი, როდესაც ამერიკა ევროპის ასე თქვათ, დიდ ნაწილს აღიქვავდა საკუთარ მოკავშირეებად, ვასალებად და ამბობდა, რომ ნუ რავი, ხა დანიის არის და არის, ხა რა ბაზა თუ დამჭირდება, გავხსნი იქ ბაზას, რა პრობლემაა, ეგრე უყურებდა და ჩვენ უნდა გავარჩიოთ ეხლა
რა შეიცვალა ამერიკისთვის, რომ ევროპულ ქვეყანას ტერიტორიის პირდაპირ ახევას არა მარტო ევროპაზე. ეგ შეიცვალა. ეგ არის ჩემი აზრით, თავარი რაც უნდა გაგიჩნდეს. არა მარტო ევროპაზე, ზოგადად რა შეიცვალა. ზოგადად აი საერთაშორისო სამართალი რა არის და კანონი რა არის? კანონი არის ინსტრუმენტი ამა თუ იმ მხარის, რომ რაღაც წესრიგი დაამყაროს. როცა უკვე მხარეს აქტიურად უწევს მუშტების ქნება, ან ტყვიების სროლა, ან ვიღაცასთან შევარდა ვიღაცის მოტაცება, ან ვიღაცას აი ამ მიწას ახლა შენ წაგართვე და ჩემი გახდება, ეგ ნიშნავს, რომ თლად ისეთი ძალა აღარ აქვს, რომ დაწერილ კანონებს ეფექტურად ვრცელებდეს მხარეებს. ანუ ის რომ ვიღაცას უკვე რაკეტების ენით ლაპარაკი უწევს, შევარდნის ენით ლაპარაკი უწევს, ხო? თავისიანებში თან უკვე. ეგ უკვე არის მწვავე იმპერიის მწვავე კრიზისის გამოხატული. ძალა დაგაკავდა იმდენად, რომ შენ მიერ დაწერილი, ძირითადად შენ მიერ დაწერილი კანონები მთლად წაკითხვისთანავე აღარ სრულდება. ამიტომ შენ გიწევს რაღაც სივრცეში მაინც ისე გაავრცელო შენი გავლენა, რომ კანონი კი აღარ გჭირდება, ჩემია რა. თან აი ყველაზე მთავარი ჩემი აზრით რა არის, იცი ეგ რას გამოხატავს? ეგ გამოხატავს იმას, რომ საერთოდ ხო ასეთი შეხედულება იყო, რომ დასავლეთი არის იმდენად ერთი სივრცე, რომ ისინი მოილაპარაკებენ, ისინი ერთად მოქმედებენ, ისინი სად ბაზებს განათავსებენ, სად რას გადაწყვეტენ, ერთად გადაწყვეტენ. ეგ არ არის საერთოდ ეგ არ არის პრობლემა მათთვის. ან ინსტიტუტები მან ინსტიტუტები მუშაობს კი ბატონო. ეხლა ირკვევა ის, რომ ამერიკა პირდაპირ საკითხს აყენებს ასე, რომ აღარ ვენდობი ამათ. ეს ტერიტორია ჩემთვის მინდა, იმიტომ რომ არ ვართ ერთი სივრცე. იმიტომ რომ ისე წარმოდგენა როგორიც არსებობს დამკვიდრებული, რომ თითქოს დასავლეთი რაღაცა ცივილიზებული სამყარო, რომელიც ერთიანად რაღაცას წყვეტს, არ არის ეგრე, კაცო, მე რაღაცა შეიძლება უცბად გამიჭირდეს, რაღაცა დამჭირდეს და არ ვენდობი ამათ. საერთოდ უფრო დავაზუსტებდი, რომ უბრალოდ არ ვენდობი კი არა, შეიძლება ადრეც არ ენდობოდნენ. ევროპის დიდ ნაწილზე ამერიკის პოზიცია ხა არის, რომ მე ამად გამო არ ვიომებ. და აი რის გამოც ვიომებ, იმას პირდაპირ ვიერთებ. აი ჩემი ნახევარსფეროა, სადაც ზუსტად ვიცი, რომ დაცვა შემიძლია და გრენლანდიის დაცვა მართლა შეუძლიათ 100%-ით და ის ადგილები, სადაც რაღაცების დაცვა და სამხედრო კონფლიქტების საფრთხე იმდენად ერთი მხრივ მაღალი რისკის შემცველია და მეორე მხრივ მაღალ დანახარჯებს გულისხმობს, რომ აი რატო უნდა ავიტკიო თავი, აი ეგრე რო წავიდა საქმე, იმ ტერიტორიებს იკიდებს. სხვა